ეს მათთვის სამშობლო არც ერთთვის არ არის. ნაცებისთვის ეს არის ასპარეზი, ჩემო კარგებო. მაშინდელი ნაცებისთვის, დღევანდელი ნაცები, ეს არის ასპარეზი, კეთილდღეობის, პატივმოყვარეობის, თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებელი. როგორც სამშობლოს არც მაშინ უყურებდნენ და არც ახლა უყურებენ. გასაგებია. კითხვებზე გადავიდეთ მაშინ ბატონი სოზარი, ბატონი გურამი, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი და შემდეგ სხვა წევრები. გამარჯობთ. ბატონო გოგა, დიახ. ჩვენთან იყო აქ ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, ალბათ მათია მახსენა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა, რომ ცხინვალის რეგიონში იყო რაღაცა დაძაბული მომენტები ხოლმე, მაგრამ 2004 თქვენს ახსენეთ ეხლა რომ 2004-ში იყო. დიახ. ეს სიტუაცია დაძაბული მომენტი, თუმცა მაშინ ეს ჩვენთვის ესე ცნობილი არ იყო, მაგრამ ბატონმა ზურაბმა თქვა, რომ 2006-ში იყო განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაცია და ასევე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდაო იმასთან დაკავშირებით, რომ განეიტრალებულიყო აი ეს დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში. ეხლა თქვენ 2004 ახსენეთ და გასაგებია ეს ჩვენ მაშინაც საზოგადოებამ ტელევიზიიდანაც ნაწილობრივ ვიცოდით, რა თქმა უნდა ნაწილი მეორე თქვენ თქვით, მაგრამ აი ეს 2006-ში რა იყო, როდესაც ბატონმა ზურაბმა თან თავისი ინიციატივით თქვა ეს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდათ, რომ არ მომხდარიყო ის. აი კაზაკებზე თავდასხმა ვითომ რა. დიახ. აი კაზაკები რომ აღმოაჩინა იქ ოქროვაშვილმა. და აი შორის 2004-ში არანალეკლები დაძაბულობა იყო, ეს ხდება იმ დღეს, როდესაც გია ვორსკი და მე ვართ SKK-ს ხდომაზე ცხინვალში. და დაიწყო სროლები. საშინელი სროლები მიდის. იქით ვრეკავთ ეძახიან ესენი ისვრიანო, აქით ვრეკავთ ის აძახიან ისინი ისვრიანო. მერე დაიწყო ისიც საარტილერიო ისიც გაისვა და მე დაურეკე ბარამიძეს, ბარამიძე არის თავდაცვის მინისტრი. მე ვთხარი ბიჭო, მეთქი თქვენ ის გიორგი სააკაძის შვილი რო არის, პაატა ხო არ გონი ვართ მეთქი აქ ცხინვალში რომ დამტოვეთ და ის სროლა რო დაიწყეთ მეთქარი. ჩვენ არ ვისვით ისინი ისვრიანო, ისინი ასენი მერე დავჯექით მანქანაში, მე ვთხარი რომ მეთქი დავჯექით მანქანაში. აი ეს ბარანკევიჩი, მაშინ იყო ბარანკევიჩი ამ შეერაღებული ძალების იქაურის რა. ერთი გულიევი იყო, სხვა შორის არ იყო ცუდი ბიჭი, მცხეთაში იყო გასდილი, ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და იქიდან გადმოყვანილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრად, ის ესწრებოდა ხოლმე და ძალიან ისეთი პოზიცია ეკავა, იმას ხოვე, დავჯექით გიად, შავჯექით მანქანაში. ამ იმასთან რა ქვია, კურამბეკოვი კი არა ამ იმასთან. და წავედით, გზაში რომ მივდივართ, რაცია აქვთ მანქანაში და იქ მესლი პირველი პოსტ ვიძით, ვტოროი პოსტ ვიძით და ისინიც მიხვდნენ რომ მეც მივხვდი პოსტები სადახავთ. იმიტომ რომ ეს მანქანა რომ მოძრაობდა, იქ ამასე ეგ იყო მაგათი ხელმძღვანელი და იქ მოდიოდა ინფორმაცია რომ პრაეხალ პირველი მაშინა პრაეხალ და მე და მოტრიალდა და გაეცინა რა, ონიტა კანიტა ქსოზნაიუტო და ავედით იქა. ბარამიძე მოვიდა 40 კაცი დაცვით. ესე იგი, თუ რამე ამერიკული ფორმა იყო, ჩასასმელი ყველაფერი ეცვათ. რა ამოვიდნენ იქა და იმ მომენტში ჩვენი იქ ასვლა თლიაყანაზე რა ზემოთ და იქ სროლა ატყდა, მაგრამ რა სროლა ატყდა. ეხლა ბარანკევიჩიც, ეთყობა გულიევიც და მეც ომში ნამყოფი ხალხი ვიყავით და ერთი ცოტა ხანი დასაწყისში კი იყო ის მომენტი, რომ რაღაც მოვეპარეთ, მაგრამ მე მივხვდით რომ ისეთი ზემოთ წუილის იმით მივხვდი რომ თან ახლა პოზიციას რო ხედავ რა ვერ მოხდება ზემოდან არ ქვემოდან მიდის სროლა რაღაცა სხვა მიმართულებით. ავდექით აქეთ გავიხედე და ბარამიძეს ტალახში წერს და ზეს ერთი 40 კაცი აწევს ზემოდან იცავენ რომ ტყვია არ მოხდეს. ერთი 20 წუთი დაგვჭირდა რომ გაგვეწია სუყელანი რომ ის თავდაცვის მინისტრი გამოგვეყვანა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყლაპუდან. და მაშინ იყო იქ ნათელი აბსოლუტურად რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაციები, წმინდა წყლის. თუმცა ამ პროვოკაციებს რამოდენიმეჯერ მსხვერპლი მოყვა, როგორც მშვიდობიან მოქალაქეებში, ისე ქართულ სამხედროებში ძირითადად. და ქართული სამხედროები მე მინდა გითხრათ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ აქა რა. ქართველი ქედი მინდა მოვიხარო. მათ წინაშე რა პირობებში იცავდნენ თავის სამშობლოს. იყვნენ ყველაზე ცოტა, ყველაზე უყურადღებოდ დატოვებული. და ნუ როგორი თავგანწირვა უნდა ქონოდა ჯერ ეს ერთი რომ იგებლო, იქ ასე ვთქვათ. და თუ ვინმე ეხმარებოდა ქართულ მოსახლეობა, აი ეს ბიჭები, ვინც იყვნენ იქა რა, აი ჩვეულებრივი ჯარისკაცები ან სამშვიდობო კონტინგენტის წევრები რა. და ყოველთვის განსაკუთრებული მათთან რჩებოდი, მათთან ვიძინებდი ხოლმე, რომ
მეჩვენებინა პატივისცემა და სიყვარული მათი. და ბოლო წუთამდე არ გამოვიდნენ. სამ პოლიტიკური იმებისგან განსხვავებით რა. იქ ვერ ხედავდნენ სროლა რომ დაიწყო 31 ივლისს. მე 7 ღამე დიღომში ვცხოვრობ და იმაში ცაზე ვხედავდი, აქედან დიღმიდან ვხედავდი იქ. რა ხდება და ეს აქ იჯდა ეს მინისტრის მოადგილე და იტყუებოდა, აი აქ გიყვებოდათ რომ იქ თურმე სროლა ვერ ხედავდიო. როგორ შეიძლება ცხინვალი არის 2 ქუჩა. თელი ცხინვალი. როგორ შეიძლება რომ ერთი მხრიდან ვერ დაინახო მეორე მხარე და იქიდან თუ აქ ისვრიან, ეს ხო ტყუილია ყველაფერი. ძალიან მარტივად დასადგენი ტყუილია. თან ისე ვიმეორებ. არაფერი ჩვენი ამათი მონაყოლი არ ჭირდება რომ სოფლიო საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე რა არის ან რუსებმა. ეს ყველაფერი აღრიცხულია და რუსებსაც უდევდა აგერ ქალბატონ თეას ეწოდინება სტრასბურგშიც ჰააგაშიც ეს რუსებს ყველაფერი წარმოდგენილი ჰქონდათ და იძახდნენ რომ აი ქართველები აი უბრალოდ მე იმ სიმართლე მაინც გადაძლია და შრომამ იმიტომ რომ სიმართლე მართლა ესე იყო ჩვენ საუბარი არაფერი არ ჭირდა ოკუპანტები ისინი შემოიჭრენ საქართველოს ტერიტორიაზე და დღესაც საოკუპაციო ჯარი დგას ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ ჩვენ სუვერენიტეტს ვიცავდით ჩვენ უფლებებს ვიცავდით ესენი რას აკეთებდნენ ეს არის და ვისთვის აკეთებდნენ ისე ვიმეორებ ყველაფრის შევაჯამებ და გავჩერდები ყველაფრის შედეგად სარგებლობა მიიღო რუსეთმა და აგერ ხედავთ ორი დამოუკიდებელი ვითომ ის არის შექმნილი და ის რო არ ვახსენო არ შეიძლება რა ეს აი პირდაპირი ღალატი რის გამოც სააკაშვილი უნდა იყოს გასამართლებული ეს არის იმ პუნქტის ამოღება სარკოზის შეთანხმებიდან სადაც ეწერა რომ სტატუს ოკუპირებული ტერიტორიების და იმის მხოლოდ საერთაშორისო ფორმატში მიიღებენ და ეს პუნქტი მან ამოიღო პირადად და მედვედევს გაეცინათ კიდეც ეს სარკოზი მოყვა არაერთხელ ინტერვიუშიც და ისეც რომ ამოიღო პუნქტი სადაც ეწერა რომ მხოლოდ და რუსეთი ამას ხელს აწერდა პრეზიდენტი რომ მხოლოდ საერთაშორისო ფორმატში იქნებოდა შესაძლებელი სტატუსის განსაზღვრა როგორც კი ეს ამოიღეს იმ წუთში გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ეს რო არ ყოფილიყო რუსები შეიძლება ისედაც ვის უყურე აგერ უკრაინაში რასაკეთებენ ხო ხედავთ ყველანი და ვაფშე რას იზავენ ახლა აქ რას იზავდნენ კაცმა არ იცის მაგრამ საერთაშორისო ერიდებოდნენ ყოველთვის საერთაშორისო რაღაცების დარღვევას და ეს იყო პირდაპირი ღალატი რა დაასრულეთ ბატონო გურამ ბატონო სოზარ დიდი მადლობა ბატონო გოგასა ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის უბრალოდ სამართლიანობისთვის უნდა შევახსენოთ საზოგადოებას ვეთქვი ჩვენთან ერთად ჩვენ ორთან ერთად მაშინ იყო გიგა გიორგაძე ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაშინ სახალხო დამცველის ოფისში იყო დეპარტამენტის უფროსი ის აუქმებდა თითოეულ ამ შეხვედრას და სამწუხაროდ შემდგომი სახალხო დამცველების პერიოდში მთელი ეს ოქმები, მთელი ეს მასალები განადგურდა როგორც ისტორიისთვის არასაინტერესო მასალა, ისევე როგორც 7 ნოემბერს დაკითხვები, ისევე როგორც მთელი ეს ისტორიის ამსახველი მასალა. ეს ერთი. მეორე, ბევრს რომ ლაპარაკობენ დღეს პატრიოტიზმზე, ეს ადამიანები ნაციონალურ მოძრაობას და მათ თაყვანისმცემლებს გულისხმობ. იმავე დღეს მე და ბატონი გოგა ჩავედით სოფლებში ნულსა და ავნებში. ეს არის ფრონეს ხეობა, შედარებით ისეთი მოწყვეტილი. 10-მდე ქართული სოფელი იყო კონფლიქტის დაწყებამდე, საიდანაც ყველა იყო დაცლილი, ეს ორი სოფელი მართლა გმირულად იდგა, აი თითოეული იქ მაცხოვრებელი ადამიანი იყო გმირი. და იცავდა, არ მიდიოდა არსად, იცავდნენ სოფლებს, უმძიმეს პირობებში. და იცით რა გითხრე, ეს შოკი იყო. თქვენ ხართ ორადორი ადამიანი, ორადორი თანამდებობის პირი, ვინც აქ ჩამოვიდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი. არც თბილისიდან, არც გორიდან, არასდროს, არავინ, არც ერთი თანამდებობის პირი იქ არ ჩასულა. როგორ უყვარდათ საქართველო და მისი კუთხეები, რამდენად პატრიოტები იყვნენ, აგერ ინდიპენდენტისთვის მიცემული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ეს არის 2011 წლის 15 თებერვალი, სადაც ამბობს, რომ
ტერიტორია, რომელიც დავკარგეთ, ეს არის უბრალოდ როქი, ქვები, მეტი არაფერი. ქვების გროვა. ამას არ აქვს არანაირი ფასი. ერთადერთი ამ ტერიტორიის ფასი ეს არის რომ გამოყენებული იქნეს ჩვენ წინააღმდეგ შესატევად. ლაპარაკი არის საქართველოს შუაგულზე. საქართველოს ისტორიის ყველა საკვანძო მომენტი, სადაც მართლა იკვანძებოდა რა. სადაც ხდებოდა ყველაფერი. როცა შიდა ქართლი იყო ძლიერი, საქართველო იყო ძლიერი. აი ამ ტერიტორიებზეა ლაპარაკი. ლაპარაკი 111 სოფელზე შიდა ქართლში. ლაპარაკი გმირ ადამიანებზე, გმირ მოსახლეობაზე, რომლებიც აი მართლა თაობიდან თაობაზე, საუკუნიდან საუკუნეზე მოსთევთ ამ გმირობა და გადმოეცემა თაობებს. აი ამ ადამიანებზეა ლაპარაკი, ეს ყოფილა თურმე ქვების გროვა. იქ სადაც არის იკორთის ტაძარი და სადაც მაჩაბლები იყვნენ და სადაც ხსნის ერისთავები მოღვაწეობდნენ და ამილახრები ეს ყოფილა თურმე ქვების გროვა და მეტი არაფერი და სადაც ჩასულმა ჯავახიშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, რომ ნამდვილი ქართული ენის ძალა აქ ვიგრძენიო, როცა ჩავედიო ქსნის იმაში ხეობაში, ლიახვის ხეობაში რო ჩავედიო და დღემდე ასეთები არიან ეს ადამიანები, ეს ყოფილა თქო ქვების გროვა და მეტი არაფერი და კიდე 30-მდე სოფელი კოდორის ხეობაში. როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ, აფხაზეთს დაკარგული არ ერქვა, სანამ იქ ტერიტორიას ვაკონტროლების რაღაც ნაწილს მაინც ეს 20% არის ტერიტორიისთან შუაგულ აფხაზეთში და აი ეს ჩააბარა და ტერტეს ყოფილა თქო ქვების გროვა და აი აქ არის მათი პატრიოტიზმი კი არა ქვეყნის მტრობა. და იმ 2006 წელს რომ ჩავედით, მართლა თითოეულ ოჯახში შევედით ოსურ ოჯახებში და დღესაც თვალწინ მიდგას თავგადაგლეჯილი, აი თავი გატეხილი წამებისგან პოლიციის შენობაში, მოხუცებული კაცი 70-მდე წლის კაცი იყო, ყოფილი პოლიციელი ტაქსისტი, რომელიც ამბობდა, რომ რა გინდოდათო, რას მერჩევდითო. ტაქსი აუდიოდა თბილისში და გორში კი არა, ბათუმში მიმყავდა ხალხიო, ფოთში მიმყავდაო ვიღაცას დაინტერესდა. თელ საქართველოში ჩემი სამშობლოა, დავდიოდი ყველგან, გამოხედო, აღარ მინდაო, რა გინდოდათო. აი ეს გააკეთეს ამათ და როგორც თქვენ გქონდათ შეხვედრები, ისე მეც გქონდა შეხვედრა ზურაბადეიშვილთან და რადგანაც ეს მაშინვე პირველივე მოხსენებაზე საქართველოს პარლამენტის წინაშე, როგორც სახალხო დამცველმა ხმამაღლა თქვი, ეხლაც გავიმეორებ. როცა ვკითხე ზურაბადეიშვილს, რატო გააკეთეთ თქო, უნდა ეშინოდეთო და ვის უნდა ეშინოდეთ? საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლების. ეს ის კი არ იყო, რომ ოსების მიმართ ჰქონდათ ასეთი პოზიცია. ეს იყო საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რომ შიშის ზარი უნდა ჰქონოდა თითოეულ მოქალაქეს მათი სახელის გახსენებაზე და ეს იყო მათი პოლიტიკა. ეს უბრალოდ დამატება 2004 წელთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, მაგრამ ბატონმა გურამმა იკითხა და თქვენც მე მგონი ყველაფერი თქვით დამატება არ მგონია რამე იყოს შესაძლებელი. მადლობა. მადლობა ბატონო ალეკო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გოგა და მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევა და დიდი სამუშაოები იქნა თქვენს მიერ გაწეული ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე მაინტერესებს თქვენ რო წამოხვედით ძალიან მალე შექმნეს მათ სამხრეთ ოსეთის სტატუსი. თქვენი აზრით რას ემსახურებოდა ეს და ჩვენ ვნახეთ მე ამ შემდგომი განვითარებული მოვლენები. ეხლა ზუსტად ეს ჩავიწერე რა. მადლობა ამ შეკითხვისთვის და 2004 წლის მაისში ჯერ კიდე, როდესაც თქვა იქიდან დავბრუნდით რა იმ ცნობილი შეხვედრიდან. აჭარის მოვლენების მერე ჰუმანიტარული შტურმი გამოაცხადეს, ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალის რეგიონზე. მე ვარ SKK-ს თავმჯდომარე, მოლაპარაკებები მიმყავს, იქ არის საერთაშორისო თანამეგობრობა, EUTO, ეს რა ქვია, ევროკავშირის წარმომადგენლები, სხვადასხვა როირევი იყო, სხვადასხვა ძალიან კარგი კაცი იყო, ბრიტანელი, ამ თავმჯდომარეობდა ამას, ძალიან კეთილგანწყობილი ჩვენდამი, აქეთ ჰაიდი იყო ტელავენი და ეხლავე ვახსენებ და მინდა გითხრათ, რომ უდიდესი პატივისცემა მან დაწერა მე ის ცნობილი ტალავენის დასკვნა ამ მოვლენებზე და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში შეყვარებული ადამიანი იყო, დიდხანს იმუშავა აქა, გაეროს ოფისის თავმჯდომარე იყო. მაშინ წამოიწყეს ესეთი ჰუმანიტარული შტურმი და ამ ჰუმანიტარული შტურმის შესახებ შემთხვევით შევიტყვე, იმიტომ რომ ხატია დეკანოიძე დანიშნეს მაშინ მერაბიშვილის მოადგილე, უშიშროების მოადგილე და ახლა იქ რო არის ძველი პარლამენტთან ზემოთ შენობა რო არის. ხო, აი იმ შენობაში იჯდა ის და რაღაცაზე მივედით, არ მახსოვს მე და გია და შევედი და ხედავ რომ იმაზე რა ქვია, კედელზე არის დიდი გაკრული, დიდი ეს და წერია რაღაც აი ეს ჰუმანიტარული შტურმი. რა უნდა გააკეთონ, სად რა უნდა შეიტანონ, როგორ ანაირად და
გამიკვირდა აზრი არა ვარ საერთოდ საქმის ხურში არა მეთქი რა შტურს ატარებთ სადაც არებს შტურს ცხინვალის რეგიონში და ნუ უნდა მაგან ეს იყო შეურაცხყოფელი რაც გინდა ქართული მოსახლეობის მიმართ და გინდა იმიტომ არავის არ აინტერესებდა იქაურებს რა ეს აი მიუდებდნენ დაუგდებდნენ რაღაც იმას ტომარას რაღაცის წავიდოდნენ არც მოკითხვა არც ნამხვანდისას ნუ აი როგორც იქცეოდა მერაბიშვილი და ყადეიშვილი და ოქროაშვილი ხო შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად ნუ აი სამარცხვინო კამპანია კოკოიტი ფანდარასტ რომელსაც სათავეში ედგა ვინმე სანაკოევი მერე ტელევიზია გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროში მერაბიშვილმა ტელევიზია გაუხსნა მაგათ გახსოვთ ალბათ ესა ამის გადამოწმება ადვილად შეიძლება და ეს ამას მიყავდა ეს ყველაფერი იმით დამთავრდა რომ მოსკოვში ინტერვიუში ამან პირდაპირ აღიარა რომ FSB-ს აგენტი იყო პირდაპირ წლები გავიდა და პირდაპირ აღიარა თქვენ გახსოვთ კარგად ალბათ ეს ამბავი ამ კაცმა აღიარა რომ FSB-ს აგენტი იყო შემოგზავნილი აქ რომელსაც ჩააბარა მერაბიშვილმა ტელევიზია რომელიც გადიოდა თელ საქართველოზე და ეს კოკოისტი ფანდარას დაიწყო ეხლა როგორც არ უნდა სიმპათიით იყოს განწყობილი შენდამი ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ოსი ეროვნების ჩვენი ძმები და ეხლა კოკოისი ფანდარას რო ეუბნები რა არ მოეწონება ეგ ამბავი რა მეცაც გეტყვით რა უცხოელს რო ჩემთვითთან მიშასთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა მე ამას არ ავიტანდი რა მე კი ვიცი ის ვინ არის მაგრამ შენ ამის უფლებას არ მოგცემ ხო რითი დამთავრდა ეს ყველაფერი კარგად ვიცით ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხი აქ იმიტომ აი ქალბატონთიას უთხარი ის ღალატი მეორე ღალატი ეგ იყო კონსტიტუციის დარღვევა პირდაპირ როდესაც მათ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს ცხინვალის რეგიონში მეცაც გეტყვით ნაწილი რომელიც არასოდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის იმაში არ შედიოდა ლენინგორი ყოფილი და ახალგორის რაიონი გადასცეს დღეს ბორდერიზაცია ზუსტად იმ საზღვრებზე მიდის რაც სააკაშვილის და მისი მთავრობის გადაწყვეტილებით ოფიციალურად გადაეცა იმ ასე ვთქვათ მართვა მაშინ თქვენ უკვე აღარ იყავით მინისტრი აღარა ვარ ეს ერთი იმავე დროს მოხდა ის რაზეც თქვენ ისაუბრეთ და აქ ისაუბრა სკოდორის ხეობის ზემო აფხაზეთი და არასოდეს კოდორის ხეობაში არასოდეს მტრის ფეხი არასოდეს მისი არსებობის მანძილზე სვანები ყოველთვის რაც არსებობს სვანეთი და რაც არსებობენ სვანები კბილებით იცავდნენ იქაურობას არასოდეს მეცაც გეტყვით სხვადასხვის ბატონმა სოზარმა ამაზე კითხვა დასვა იქ რა შეიარაღება შეიტანა სტინგერები ამერიკის მხარის მიერ გადმოცემული რა უნდოდა იმაში რა ქვია იმ კოდორის ხეობაში სტინგერებს რომელიც დაუტოვეს რუსებს კლიანად მთელი რაც იმათმა გადმოგცეს გადაიტანეს იქა დატოვეს საწყობებში და წამოვიდნენ რუსები მივიდნენ და წამოიღეს ყველაფერი ეხლა დღეს კარგი კითხვა დაისვა აქა რომ როდესაც ლაპარაკი იყო და აი ამ იმის გაუქმებაზე წავიდა პრაქტიკულად ყველა სამშვიდობო შესაძლებლობა გააუქმეს ხო რჩებოდით რუსების პირისპირ და რუსები მარტო ცხინვალიდან არ გვემუქრებოდნენ რუსები გვემუქრებოდნენ აფხაზეთიდან აზერბაიჯანიდან ჩრდილო კავკასიიდან ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არც ვთქვათ ჯარის რიცხოვნების არც ტექნიკის არც არაფრის შესაძლებლობა რომ ამ შეტევებისთვის გაგვეძლო არ გქონდა რის იმედად რჩები თუ შენ საერთაშორისო ფორმატებზე უარს იძახი და აგერ არის გადმოგცემ დოკუმენტებს სადაც პირდაპირ გაეროს სტრუქტურები ევროკავშირი ევროსაბჭო პირდაპირ გვეუბნება რასაკეთებთ რატო აუქმებთ ან საერთაშორისო ფორმატ აბა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ შემქმნილი იყო ფორმატი რომელშიც რუსები მონაწილეობას არ მიიღებდნენ როცა აქ ჯარი უდგათ ხო და ამის მოთხოვნა ნიშნავდა რომ ჩვენ ხელფეხი გაუხსენით ჩვენ რა იმათმა ხელფეხი გაუხსნეს რუსებს და სამშვიდობო ოპერაციების და სამშვიდობო იმის რა ქვია სამშვიდობო ჯარის ფორმატის მაგივრად საოკუპაციო ჯარი მივიღეთ საქართველოს და მანამდე კულახმეტოვიც და ჩაბანიც რომელიც აფხაზეთის მიმართულებას
ხელმძღვანელობდა სამშვიდობო ისა გაეროს ფორმატით. მე პატაკს მაბარებდნენ ორივენი. როგორც SKK-ს თანათავმჯდომარეს. მე რო გამოვიძახებდი, თბილისში ჩამოდიოდნენ, ჩემთან კაბინეტში გარეთ იჯდნენ, მე შემოდიოდნენ, ჩესს მაძლევდნენ და პატაკს მაბარებდნენ. სხვა საქმეა ეხა იქ თავის დავალებას რო აძლევდნენ, იქ შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ ოფიციალურად და ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ვითარება ისინი გვექვემდებარებოდნენ ჩვენს გარეშე ვერც ერთ ნაბიჯს კულახმეტოვი ვერ გადადგავდა. ვერც ერთს, ვერც კულახმეტოვი და ვერც ჩაბანი. და ბოლოს ორი ქართველი ჯარისკაცის სამძიმარიც არ გამოუცხადა ქართულ მხარეს, ისე გაუარეს და ბოლოს ურთიერთობები. კი ბატონო. ბატონი სოზარი, ბატონი ილია, ბატონი ალეკო. თქვენ არ გაქვთ შეკითხვა. როირივი ახსენეთ და მონიშნული მქონდა სწორედ ეს თემა. კარგად მახსოვს ეს ადამიანი ძალიან გამოცდილი დიპლომატი იყო. ვინა? როირივი. როირივი. ძალიან გამოცდილი და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ საერთაშორისო წრეებში. ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად აგენტად აცხადებდნენ და ინდონეზია იყო. მე მახსოვს ვენაში მქონდა შეხვედრა ბრიტანეთის წარმომადგენელთან გაეროში, ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელთან, რომელიც გამოთქვავდა ძალიან დიდ წუხილს ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება ეს ადამიანი ასე გაამწაროს და 2006 წელი იყო ეს. თუ გახსოვთ უფრო მეტად, რა როლს ასრულებდა როირივი ამ ვითარებაში და რატომ ჰქონდათ ასეთი წინააღმდეგობები მის მიმართ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. როირივი იყო წესიერი პატიოსანი კაცი, ირლანდიელითან წარმოშობით და განსაკუთრებული დამოკიდებულებები ჰქონდა ჩვენ, მაგრამ როირივი ასრულებდა თავის მოვალეობებს თავისი სინდისის მიხედვით და თუ ქართველი არ ღვევდა, ამას იძახდა, რომ ქართველი არ ღვევდა. თუ რუსი არ ღვევდა, იძახდა, რომ რუსი არ ღვევდა. თუ იქ სხვა არ ღვევდა და ეს იყო მისი დავალება, მისი მოვალეობა, ეს არ მოწონდათ. რომ სიმართლეს იძახდა, არ ტყუოდა, არ ბილებდა. ამის აი მეგეუბნე, არ ბილებდა, მაგრამ ფაქტს ვერ აულიდა გვერდს. როდესაც სამშვიდობო ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი მოუტანდა დაფიქსირებულ ფაქტს, რომ ამა და ამ საათზე, ამა და ამ ადგილიდან მოხდა ესა და ეს როლა, ესა და ეს, ის ვერ დამალავდა ამას და ვერ იტყოდა, რომ ეს არ ყოფილა. და არც იტყოდა, ვერ კი არა, არც იტყოდა, იმიტომ რომ წესიერი კაცი იყო. და როირივი როგორც არავინ ყველა SKK-ს ხდომას ესწრებოდა. ყველა SKK-ს, ყველა შეხვედრას ბრიუსელში, ვენაში, ყველგან იყო, სადაც ცხინვალის თემა განიხილებოდა, იმიტომ რომ აფხაზეთის თემა ტალავენის მიყავდა. ის ტალავენის ის იყო, ის ტალავენის იყო. იყო უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც მე როგორც ვიცი ახლა, ჭორაობა არ მიყვარს და რაღაცა, ის პრობლემები შეუქმნეს აქ ბოლოს. აიძულეს წასვლა. აიძულეს აქედან წასვლა. მე სხვათა შორის იმის მერე შენახვედრი ვარ მაგას და ურთიერთობებიც დაგვრჩა თბილი, ახლა კონტაქტები ჰქონდა, იმიტომ რომ უამრავი სირთულე გავიარეთ ერთად, უამრავი ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ერთად, რაც ეამაყებოდა, ვთქვათ, 10 მილიონი ევრო ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის შედეგად 10 მილიონი ევრო გამოუყეს ცხინვალში, რომ ერთობლივი პროექტები განსახორციელებლად ქართულ-ოსური შერიგებისთვის, რომ ქართულ-ოსური ერთობლივი ისენი შეპესეები რაღაცეები, რომ ესე იგი აღდგენი ეკონომიკური ურთიერთობები, რაც საწინდარი არის ყოველთვის განხორციელდა ეს პროექტები? ბატონო? განხორციელდა ეს პროექტები? ნაწილი განხორციელდა, ნაწილი არა. მეცაც გეტყვით, გადაწყვეტილება იყო მიღებული რკინიგზის, გორი ცხინვალის რკინიგზის იმის შესახებ რა და დაიწყო კიდეც ამის მშენებლობა. სამწუხარო დაიწყეს იმათთან შეუთანხმებლად და რის შედეგაც მერე აყარეს ისა. ისევე როგორც აფხაზეთის მიმართულებით, რა გითხრათ ახლა, წარმოიდგინეთ, მე კაცი, რომელიც ომის დროს ვიყავი უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა და რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დაიხოცა, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, მე სოხუმში ჩავდიოდი და ფეხით დავდიოდი სოხუმში. ეს ფაქტი ცნობილია. ჩვენ ჩამოვიყვანეთ აქ სერგეი შამბა და აფხაზეთის დელეგაცია პირველად აქ ჩამოვიდა ჩემი მინისტრობის დროს და ამის უამრავი საბუთი ისენი გაზეთებში და ისიც არსებობს, ხო? ჩვენ შევქმნით ერთობლივი ეკონომიკური საბჭო აფხაზებთან ერთად. აი ზუსტად ესეთი მიმართულებით, რომ ეკონომიკური პროექტები პირველად საერთოდ იმ ომის მერე პირველად
ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა რკინიგზის აღდგენას, რკინიგზის ასე ვთქვათ, აფხაზეთით გავლით, თბილისის აღდგენას, ქართველი რკინიგზელები შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ისინი იქ მუშაობდნენ, იგი ცოტა სულ ყველამ, რომ ეს ქართველები არიან, რომლებაც დაიწყეს ამ გზის გაწმენდითი სამუშაოები. და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც კი დაიწყებდა მოძრაობას იქ, ხო, მატარებელი, ეხლა ოჩამჩირეში, გალში, 1000 სადგურებზე, ხო, ავტომატებით ხო არ დადგებოდნენ ისინი, რა ქვია, რომ ქართველი ხარ, ჩინელი ხარ, იტალიელი ხარ, ხო? როგორი მოძრაობა, ჯერ ისედაც სოხუმში ქართველები ცხოვრობდნენ და ბაზარში და გალში, ნუ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რა, რომლის შედეგადაც იქნებოდა შესაძლებელი ხალხებს შორის აი ამ კონტაქტების აღდგენა, რომელიც ეხლაც არის, ახლა ის იმის საავადმყოფო, იმის ხიც რო გადმოხვალ, სავსე არის აფხაზეთიდან გადმოსული ხო, რუხის და ვთქვათ იგივე თბილისში და ასე შემდეგ ეს ურთიერთობები ეხლაც არსებობს. იქამდე იყო რომ ღამე, აბა ჩემამდე იქ არც ერთი ქართული სახელმწიფოს საქართველოს მხარის არც მინისტრი და არც ოფიციალური პირი არ ყოფილა და მე ღამე დავრჩი იქა. და ის იყო მაშინ ბაგაფში პრეზიდენტი de facto და ერთადერთი წესრიგში მოყვანილი ყოფილი რიცა სასტუმრო მე ოტელ რიც ვეძახდი იქ იყო რესტორანი. იმ რესტორანში გვიმასპინძდა მე და ტევტი წავიდა მერე და მე და ბაგაფში დავრჩით 1-3 საათი ვიჯექით იქ და მთელმა სოხუმმა იცოდა რომ ბაგაფში და ხაინდრავა რესტორანში შედან ერთად იმაშიო რა ქვია სოხუმში. და რატომ აღარ გაგრძელდა ეს პროექტი ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ? რატო და გაწყვით ყველაფერი გააჩერეს. ჩვენს მერე ყველაფერი ხო გეუბნებით. არანაირი პროცესი როგორც კი გია და მე ისე ვიმეორებ განსაკუთრებით საერთაშორისო აი ამ პროექტებთან მიმართებაში რა პრაქტიკულად გია მე არ ვიყავი ამის პროფესიონალი გია იყო ჩართული ამაში და ძალიან ბევრი ის მიუძღვის ამ თემების განხორციელებაში. ჩვენი წამოსვლის მერე რეალურად სამშვიდობო პროცესი შეწყდა. ის გამოდიოდა აგერ ხო თქვა, აბა ნესკაკა, კაკაკა, მაკაკა, კუკაკა, ისა იქ გააჩერეს, აქ გააჩერეს, ყველაფერი გააჩერეს. სამშვიდობო პროცესი გააჩერეს, იმიტომ რომ მათი მიზანი არ იყო მშვიდობა საქართველოში, მასში მიზანი იყო მსახურება. როგორც დღეს ემსახურებიან deep states, ხო? და ეს მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცალსახად ყველა ვხედავთ ამას და მადლობა ღმერთს ქართული საზოგადოებაც ხედავს ამას და ხვდება უკვე ზუსტად ესე ემსახურებოდნენ მაშინაც და შედეგად ვინ მიიღო დივიდენდები მიიღო რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აი დიკ ჩეინი ცნობილი ქორი და მე მაგის ის რომ მოვიდა რა ქვია მინდა გაგახსენოთ რომ ჰილარი კლინტონი 2009 წელს 2009 წელს ახალი დამთავრებულია უბედურება საქართველოში, ხო? აქ დაიფხრეს, იქ დაიფხრეს, იქ მოკლეს, ის აიღეს. ეს აიღეს ლავროვთან ერთად იმის გადატვირთვის კნოპკები დადიოდნენ და არანაირი რეაგირება იმაზე, რაც მოხდა საქართველოში. ასე რომ ეს ზღაპრები, რომ ჩვენ სადღაც მეგობრები გვყავს. ჩვენ არასად მეგობრები არ გვყავს, ჩვენ მეგობრები ჩვენ წრეში იყო, ჩვენ გვყავს პარტნიორები, არის ქვეყნები, ვის ინტერესშიც შედის ამა თუ იმ ვითარებაში შენთან ერთად შენთან თანამშრომლობა და დანარჩენ შემთხვევაში ყველა ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. აი რუსეთის ინტერესებში შედიოდა რომ განეხორციელებინა ის რაც განახორციელეს, ამერიკის ინტერესებში შედიოდა რომ რუსეთისთვის შეექმნათ პრობლემები საქართველოს სახით, და იქ რაღაცა ვაჭრობა რომ მიდიოდა მსოფლიოს და იმებს რომ იყოფდნენ პოლიტიკურ რაღაცეებს, რომ არგუმენტი ქონოდათ რომ აი თქვენ ოკუპანტები ხართ, თქვენ ესა ხართ, ხო? რაც მერე განხორციელდა იმდენად რომ პირდაპირ ომში ჩართვას გთხოვდნენ. ის არ ეკმარეს აქ 2008 წელში რაც მოხდა და რაც დღემდე არის რეგიონებში მე პირდაპირ უნდათ მეორე ფრონტის გახსნა. არავინ არ ათქვას რომ ეს არ უნდათ რა, იმიტომ ყველამ კარგად და პირველ რიგში თვითონ იციან მშვენივრად, რომ ეგ უნდათ ზუსტად მაშინაც ეგ უნდათ და სააკაშვილი და მისი მთავრობა ემსახურებოდა ერთ მხარეს რუსეთს
და მეორე მხარეს ამერიკის შეერთებული შტატებში deep states. პირდაპირ ვამბობ ღიად ამას სრული პასუხისგებლობით. და შედეგიც იმ ორივე მხარე მიიღო და საქართველოს რა შედეგი მიიღო, აგერ სახეზეა ეხლა ოკუპაცია მიდის დღემდე. მადლობა, ბატონ ილიას აქვს შეკითხვები, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაახლოებით 10 წუთში ჩვენ ბატონი გოგას ნაწილი დავასრულოთ, იმიტომ რომ კიდე გვყავს ორი. მე ვეცდები რომ მოკლედ კი ბატონო. თუმცა რაღაც შესავალიც მინდა გავაკეთო, რომ ჩვენ კომისიაც ეს მუშაობაც ემსახურება იმას, რომ დასკვნა და რეალობა დავინახოთ. ჩვენც საზოგადოებამაც და ის ფაქტიც ახლა გუშინ გახმოვანდა, რომ შეიძლება ამ კომისიის დებულებაში რაღაცა ცვლილებები შევიდეს და დღევანდელ 24 წლამდეც იქნეს ეს ყველაფერი გადახედული. რადგან 2012 წლის მერე ეს დანაშაულებრივი მოქმედებები არ გაჩერებულა. თუმცა არც 2003 წელს დაწყებულა ეს ერთ დღეში ეს ყველაფერი არ დაწყებულა. ამისთვის რაღაცები ხდებოდა და ბევრი რაღაც იქნებოდა. თქვენ იმდენ პერიოდში შეეხეთ და ისეთი გამოცდილება და ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეთ, რომ გამახსენდა ერთი მომენტი, როდესაც შეიქმნა თავისუფლების ინსტიტუტი საქართველოში. აი ეს პერიოდი თუ შეგიძლიათ, რომ აი ძალიან მოკლედ ხო არ იყო ეს მაშინვე ჩადებული, რომ ეს ყველაფერი სადღაც აქამდე რა თქმა ეს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. ეგ იყო ბოკერია რამიშვილი, თქვენ რამიშვილის ისინი კარგად მე მაგათ ვიცნობდით, კარგად ის ქალბატონი რო იყო კიდე ერთი რა გვარია? ხო, თეა თუთმე და ასე შემდეგ. ეს ნუ რამიშვილი განსაკუთრებით ამის გარშემო მინდოდა, მაგრამ რადგან ეხლა ეგ და არა მარტო ეს, თქვათ. კიდე ალბათ რამდენი ეს იყო სადაზვერვო ორგანიზაციები. პირდაპირ ღიად, რომელიც ემსახურებოდნენ იმ ინტერესს, რომელიც იქიდან მოდიოდა, იმიტომ ფინანსდებოდნენ ესე. ისე როგორც მე თქვათ ეს კაპიტანი გიგაური, ნუ სასაცილო საათაშორის რა. წარმოიდგინეთ რა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რა კავშირი აქვს მაგათ საქართველოსთან? ესენი ემსახურებოდნენ იმას, რაშიც ფულს აძლევდნენ. რაშიც ბოლოს მოვიკეთ ეს ვარდების რევოლუცია ეგრეთ წოდებული გარკვეულ წილად, რა თქმა უნდა, მომზადებული იყო, აი თავისუფლების ინსტიტუტი იყო ძალიან. თუ გახსოვთ ის პირველი შეტევები იმაზე ეკლესიაზე ეგ მაგათი მონაწილეობით ხდებოდა. სად გაქრა ის რამიშვილი? იდეოლოგი იყო ამ ორგანიზაციის. ისევე როგორც ბოკერია. წლამდე მისulis პერიოდიც რაღაცა მნიშვნელოვანი. კი, მანამდე, ესე იგი მთლიანად ორ ადგილას მე მინდა გითხრათ, რომ მე მაშინ მაგათთან ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ ჩემთვისაც თქვა ამოწურა რა იმ ხელისუფლებამ, რომელიც იმ დრომდე იყო, ნუ აი ჯერ ესე ქუჩაში ეგო, ის ხელისუფლება აღარ იყო, ეხლა ნარჩი რო ადამიანი პრემიერ-მინისტრობას მოიგებდა, ხო? იქ ლაპარაკის ედმე. ამიტომ ბუნებრივია, მე ამათ კარგად არ ვიცნობდი, ჩემზე ახალგაზრდები იყვნენ ბევრად. ამიტომ რაღაცა მაინტერესებდა, რომ ეს საერთაშორისო რაღაცა რა ხდება და იქ კონტაქტი მქონდა სხვათა შორის თაწმინდაზე ჰქონდათ იმ კონსერვატორიის პირდაპირ ჰქონდათ ოფისი, მაშინ ის პირველი ოფისი, მე გახდნენ ფუფუნებაში, ხო? კარგი. ხო და მაგათთან ურთიერთობა მქონდა, ნუ ეს ჩემთვის მერე გახდა ნათელი, ხო? აი რომ ძალიან სწრაფად როცა ეს გადატრიალება მოხდა, თქვათ ვინ იყვნენ, რა იყვნენ და რას ემსახურებოდნენ. კი ბატონო. და ის გამოცდილება ეხლა თქვენ რას თქვით, რომ სოხუმში ჩადიოდით, ეს შეხვედრები ტარდებოდა, ცხინვალში ამდენი დრო გაატარეთ, ესე თავისუფლად ურთიერთობდით ამ ხალხთან. მე მაინც იმედს ვიტოვებ და მჯერა, რომ ამ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია და ამ ყველაფრის მოbrunება შესაძლებელია და ჩვენ მაქსიმალურად ყველამ ერთად ალბათ უნდა ეს გამოცდილება გამოვიყენოთ, გავითვალისწინოთ, რაც დაგვემართა და წინ უნდა წავიყვანოთ ეს ურთიერთობები დათბობისკენ, დობის აღდგენისკენ და თქვენი ეს გამოცდილებაც უნიშნულოვანია და მადლობა მინდა მოგიხადოთ ამისთვის. მადლობა თქვენ და ერთი რამე მინდა გითხრათ, ცხინვალზე ლაპარაკი არც არის საერთოდ. მაგრამ დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ აფხაზური ეთნოსი გადარჩეს არის საქართველო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ყველას უნდა გვესმოდეს. უნდა დავივიწყოთ ის, იმიტომ რომ რაც კაენმა აბელი მოკლა, იმის მერე ადამიანები ერთმანეთთან ომობენ სულ და საუკუნეები მიდის ომი. ეს უნდა ერთადერთი შანსი და ეს არის ჩვენი ორგანიზმის ნაწილი.
საქართველოს აფხაზეთის გარეშე და აფხაზების გარეშე წარმოუდგენელი არც არასოდეს არ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ხშირად საკუთარი თავის ინტერესებსაც შეიძლება დავაბიჯოთ და შევქნათ პირობა, რომ აფხაზური ეთნოსი გადარჩეს და აფხაზეთი გადარჩეს. მადლობა თქვენ. ეს არის კითხვა, რომელსაც ვერ ვკითხა უფრო გამოსულ ადამიანებს, ვიდრე თქვენ და ბატონი გიავრსკი. წერან ბატონმა ყურაშვილმა ბრძანა, რომ იაკობაშვილი, რომელიც იყო მინისტრი დიდხანს იყო, მაგრამ ომამდე 8 თვის განმავლობაში იყო მინისტრი და იმის შემდეგაც, ანუ მთელი 3 წლის განმავლობაში რაც მინისტრი იყო, საერთოდ ერთხელ იყო მარტო იქ ჩასული. თქვენ დააზუსტეთ, რომ ის ერთის ერგნეთში იყო. ანუ არ შესულა ცხინვალში, არ შესულა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ნულსა და ავნებზე აღარ ვლაპარაკობა. სამაგიეროდ ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა თავისი ცნობილი განცხადებით, რომ არავით არის SKK და არავით არის ISKK არ იქნება. ამას უწოდა ძალიან დამაზიანებელი განცხადება ბატონმა ყურაშვილმა. გენერალია, სამხედროა და მას არ უთქვამს, რომ ეს ღალატის ტოლფასია, რაღაც შეფასებებისგან თავს იკავებენ, მაგრამ რაც თქვა სრულიად საკმარისი იყო. უბრალოდ ჩვენმა მაყურებელმა რო იცოდეს, რა როლს ასრულებდა SKK განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც იზაბებოდა სიტუაცია, პერიოდულად ხდებოდა ეს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ SKK-ს ემუშავა გამართულად და რამდენად იყო თუ არა დამაზიანებელი ეს განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა იაკობაშვილმა. პრაქტიკულად ვითარებას მართავდა SKK შიგნით. ცხინვალის იქ სადაც საქართველოს ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებდა SKK-ს მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა გითხრათ, რომ ესე არ იყო ცალსახად, რომ მე მარტო ვიყავი და იქით 3 წარმომადგენელი იჯდა. ეგრე არ იყო. ძალიან ბევრ შემთხვევაში ამის ფაქტები არსებობს, ვიდეოები არსებობს შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციები და ეს შორს წაგვიყვან. ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელიც ოსურ მხარეს არ აწყობდა. ასე რომ ეს იყო პროცესი და რა თქმა ერთადერთი ორგანო, რომელსაც ხელეწიფებოდა მშვიდობის შენარჩუნება, რაღაცა კონფლიქტების ჩაცხრობა და ასე შემდეგ და მე გაჩვენებთ კადრებს, სადაც 4 თანათავმჯდომარე SKK-სი იმითი ბარებით აი ამ სამხედრო აკოპებს, რასაც ეძახიან, იმებს, ასე ვთქვათ, სანგრებს სპორტ რა მიწასვრით რომ ეს არის ასე რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ქონდა. ერთ რამეს დავამატებ რა. შედეგად ორი პერსონა რომელიც ვახსენე, ხო? რომელიც ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა, იაკობაშვილი და ლომაია, ორივე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან და დიდი ხანია იქ ცხოვრობენ უკვე. საქართველოს დატოვეს, საქართველოს მოქალაქეობა დატოვეს და ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კარგად, ტკბილად, ლამაზად, დამსახურებულად იმათ წინაშე, ვინც ისინი აქ გამოგზავნა, ან ვინც ის დაავალა, რასაც ისინი ანხორციელებდნენ. დიდი მადლობა, თუ კითხვები ამოიწურა, ჩვენ მადლობას ვუხდით ბატონ გოგას მობრძანებისთვის პირველ რიგში, ამდენი დროის დათმობისთვის და ასევე იმ დოკუმენტისთვის, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ კომისიის წინაშე და დარწმუნებული ვარ დაგვეხმარება. ჩვენ მოვუსმენთ ბატონი გოგას შემდეგ და ბუნებრივი გაგრძელებაც იქნება ერთგვარი 2006 წლის მოვლენებზე სასაუბროთ და არა მხოლოდ ამაზე ბატონ ირაკლი ბათიაშვილს და მანამდე ვერ ვაცხადებთ შესვენებას ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი კომისიის ხდომა პირდაპირ ეთერით გადაიცემა პარლამენტის ტელეარხზე სხვა ოფიციალური სოციალური ქსელის არხებით პარლამენტისა და კომისიის გვერდებზე და ტელეარხით მაესტრო რისთვისაც მათ ვუხდი მადლობას ბატონ გოგას ვემშვიდობებით დიდი მადლობა მადლობა მე თქვა ხელი მოგემართოთ მე ამას ნიურნბერგის სასამართლო დავარქვი და აუცილებლად ჭირდება ეს შედეგი საქართველოს რა ისეთივე როგორც იქ დადგა მადლობა